სალამი მეგობრებო, დღეს ჩვენთან სტუმრად იქნება ქართველი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლი, გოჩა შაინიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პირველი ორთაბრძოლა გამართა საქართველოს საზღვრის გარეთ და მისი აღზრდელი ტრენერი, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტრენერი და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გრეპლერი საქართველოში ხვიჩა ქორიძე. მოგესალმებით ჯერ პირველ რიგში. მოგესალმები საბა, მივესალმები ლაგაზეთას მაყურებელს და მკითხველს. აბა, როგორ ხართ ჯერ მინდა მაგით დავიწყო. ჩამოხვედით რამდენიმე დღის წინ. გამარჯვებით. პირველი ბრძოლა იყო საზღვრებს გარეთ. ძალიან მაგარი ბიჭი შეგხვდა და როგორი ემოცია იყო ხვიჩასთვის არ იყო პირველი ჩინეთში აქამდე ნაჩხუბარიც გქონდა როგორც ვიცი და თან რამდენიმე თვის წინ რუსლანი კიდევ ერთი გუნდელი იყო ზუსტად ანალოგიურ ორგანიზაციაში და იქაც გამარჯვებით დაამთავრეთ. შეთვის როგორი გზნობა იყო პირველად ჩასვლა? ჯერ ჩხუბამდე ბევრს მელაპარაკებოდნენ რომ იქ ჩხუბი სხვა ემოციებთან დაკავშირებული სულ სხვაო რა ამას იძახდნენ მაგრამ ჩემთვის დიდი არაფერი როგორც აქ საქართველოში ჩხუბობდი და როგორ განწყობადაც ვიყავი დაახლოებით იგივე შემართებით ვიყავი იქ უფრო კარგ განწყობადაც ვიყავი იმიტომ რომ მარტო ვიყავი და რა ვიცი ჩემს წინააღმდეგ ვასაუბრებ სხვა თელჩინეთი იყო ხო კი, ანუ ეგ მინდა და ზუსტად მეკითხა, იმიტომ რომ შენ მითხარი შეხო ცოტა დავსპოილერდი რა, ეხლა. რომ იგივე იყო. იგივე კონი ცოტა გაჭირდებოდა. მე რომ მაგალითად მივიდოდი სხვაგან საჩხუბრა, ძალიან ისეთი რაღაც გზნობები მაწყობ, მეტი წნეხი იყო ჩემთვის რა. რომ აი საქართველოს დროშა უფრო ღირსეულად უნდა გამეტანა. ერთი წარმომადგენელი ვიყავი იქ და სიმაღლე გითხრა არც მიგრძნია. ჯერ რატო? იმიტომ რომ გვერდში მედგა ხვიჩა, რომელიც რავი ძალიან მინდობი, ყველაფერი იცი ჩემს შესახებ, გამომყვა ჩემი ძმაც. სისხლი და ხორცი არო ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად მიყვარს ვაფასებას რა ვთქვათ და კიდე ერთი ქართველის გიორგიც ჩამოვიდა პეკინიდან, ხო და არ მიგზნია აქედან სუყოლას. არ მიგზნია რომ მარტო ვიყავი საერთოდ რა. მოვიკითხავ აქედან. ძალიან მაგარი. ძალიან დიდი საქმე გააკეთა. როგორი განცდა იყო შენთვის, რომ აი საქართველოში აღზრდილი თან ესეთი მაგარი ბიჭი 6-0 ქონდა აქამდე საქართველოში პროფესიონალურში, სამოყვარულოში უკვე რამდენი მოგება ქონდა აღარც მახსოვს. და პირველად გადიოდა რომ გაეტესტა თავისი ძალები საერთაშორისო ასპარეზზე. შეიძლება ვთქვათ რომ ფაქტიურად გოჩას ყველა პროფესიონალური ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე აქვს ჩატარებული, იმიტომ რომ ყველა მისი მეტოქი უცხოელი იყო. ქართველებთან მარტო მოყვარულები აქვს ჩატარებული. ამიტომ გამომდინარე გოჩასთვის მაგ მომენტში მნიშვნელობა არ იყო. ყოველთვის ბოლო ჩხუბი მანამდე ბრაზილიელს შეხვდა, ეხლა ჩინელს შეხვდა. ეს როგორ ვთქვათ, უკვე საქართველოში ამოიწურა გოჩასთვის ბრძოლებია, ესე რომ ვთქვათ და ბუნებრივად აღმოჩნდა ეს მომენტი, რომ 22 წლის მებრძოლისთვის, რომელიც 23-ის გახდა, გუშინ, მე კი გითხარით, გამორჩა და დამავიწყდა თქო, მაგრამ მაგითო დამაგვიდან და ზუსტად. აქედან გილოცვა გოჩა. ძალიან დიდი მადლობა. შეგიძლია ლაგაზეტაში ჩაიფიქრო სულ. ძალიან დიდი მადლობა. ამის გამო აუცილებლად გოჩა ვალდინე, ალბათ ნახევარი საათი მაინც ჩიგარი ხდება, არ ველოდი საერთოდ. საჩქარი ვერ მოვიფიქრე, მაგრამ გოჩა 23 წლის გახდა გუშინ, 23 წლის ასაკში მისი რეკორდი არის 7 გამარჯვება და არც ერთი მარცხი. და თან ეს 7 გამარჯვება და არც ერთი მარცხი არ არის ტიპიური აწყობილი რეკორდი. პირდაპირ ვიტყვი, ნებისმიერმა რომ შევიდეს და გოჩას ტაპოლოგის შერდუქს გადახედოს, ნახავს რომ მისი მეტოქეები არიან გოჩაზე გაცილებით გამოცდილები, ასაკით დიდი, ძლიერი და ძალიან მაგარი ბიჭები, რომელსაც გოჩამ უბრალოდ არც ერთ ჯგუფში შანსი არ დაუტოვა. ბრაზილიელი მეტოქეაც ახსენე, ტიტულს იცავდა ბათუმში. 5 რაუნდიანი ორთაბრძოლის გამოცდილებას დააგროვა მან და ძალიან რთული ბრძოლაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ 5-ე მოიგო მაინც. ეს ბრაზილიელთან ბრძოლა ახალ ტიტულზე იყო, ეს Eclipse Fight Night-ის ლიგის ტიტული იყო. GFC-ის გამარჯვება მოპოვებული არის და ჯერ დაცული არ არის და Eclipse-ის გამარჯვებაც მოვიპოვე და ჯერც ის დაცული არ არის, თუმცა ზამზაფხულში შეიძლება ზაფხულის ბოლოს დავიცავოთ ეს გამარი თუ იქნება მაგ მომენტები. მაგრამ ხო რა ეს მოსიტი მომენტია რომ და მაგრამ ჩინეთში უკვე ბრძოლა მოგებული არის. რას ფიქრობთ ჩინეთში კიდე გააგრძელებ ბრძოლებს? არა არის სამოულო გეგმები ზოგადად შენთვის აწე, იმიტომ რომ
ზოგადად ახლა მებრძოლებისგან, როდესაც საერთაშორისო ან საერთაშორისო ასპარეზო გულისხმობლესაც უკვე საქართველოს საზღვრების გარეთ ჩხუბობენ, მე აღარ უნდათ ხოლმე აქ ჩხუბი, ურჩევნიათ რომ გააგრძელონ საზღვრების გარეთ ბრძოლა. შენ რას ფიქრობ, როგორი განცდები გაქვს მაგასთან დაკავშირებით? ნუ მგონი ხუჩექს და სამალი არ არის. ანუ ეს ორგანიზაციათა ხაჩხუბი ჩავატარე, თხოვს რომ 3 წლიან კონტრაქტს მოვაწერო ხელი. ხო და ეგ ჩვენს გეგმებში ამ ეტაპზე არ ჯდება. 3 წელი დიდი დროა. 3 წელი ძალიან დიდი დრო არის და ნუ ამ ეტაპზე მაგ ორგანიზაციაში ჩხუბის აღზრდებას არ ვფიქრობთ. არის გარკვეული გეგმები და ნუ ამაზე ხვიჩა უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს რა ასე რა ვთქვათ. ნუ რა თქმა უნდა, თუმცა ფინანსურად ძალიან მაღალი გადახდის უნარიანობით გამოირჩევა GCK, ძალიან მაღალი ჰონორარებია, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ახლოს არის UFC-ის ჰონორარებთან. ჩინეთში პირველი ნომერი არის ჰონორარებით, მაგდესა აზიაში შეგვიძლია ვთქვა, რომ არ იხდის არავინ. თუმცა 3 წლიანი კონტრაქტი და მაგათთან თანამშრომლობა, მაგენ ცდილობენ, რომ პირდაპირ კონკურენცია გაუწიონ ONE FC-ს და ყველა ტოპ პირველ ლიგებს. ეხლა მაგიტო დაიწყენ მოთხოვნა ტოპ, აი ძალიან მაღალი დონის მებრძოლეებით და მაგიტო მაგის კეისში ჩადის ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ეს ძალიან ძლიერი მებრძოლეები ჩაყავენ სპეციალურად და მოთხოვნა არის ამ ძალიან ძლიერი მებრძოლეები. მაგიდან მაგ მომენტიდანაც მოხდა რუსლანი მაგ რომ იცოდენ რომ ძლიერი მებრძოლე და კონკურენციის აწევა უნდათ და ეს 3 წლიანი კონტრაქტი იმიტომ უნდა რომ მის ვარსკვლავები მის სიტუაციაში დატოვონ რა და არ უნდა რომ GCK არ აპოზიციონირებს მის თავს როგორც პლატფორმას სხვა ლიგისთვის. GCK აპოზიციონირებს მის თავს რომ ჩვენ ვართ ჩინეთში და ჩვენ ვართ აზიის დომინანტი ასე რომ ვთქვა და დაიტოვონ თილობენ და ამიტომ ასობით ათასობით ჰონორარები არის რო აიღო კონტრაქტი და გრან-პრი რომ მოიგო და კამარი რომ მოიგო თუმცა ჩვენ გეგმებში მაინც არის და თვითონ ორგანიზაციაც დავამატებ იმას რომ აი როგორც UFC პერფორმანსის ინსტიტუტი არის ზუსტად იგივე სისტემა არის ჩამოყალიბებული იქს რა ანუ ადრე როგორც ხუჩამ მითხრა ქონდათ ურთიერთობა UFC-ს და ამ ორგანიზაციას რაღაც მიზეზების გამო დაიშალნენ და დღესაც ახლა რო ვიყავით ჩვენ რამდენიმე სავარძო დარბაზი იგივე ფიტნესი, სამბოს, MMA-ის ოქტაგონი, სარეაბილიტაციო ცენტრები, სასტუმროები, ანუ ყველაფერი ერთ სივრცეშია მოთავსებული რა. ხო და ნუ ორგანიზაცია ფიქრობს რომ საკუთარი ივენთები, ნუ კარგი ივენთები ჩაატაროს, ხარისხობრივი ბრძოლები გამართონ მებრძოლება ერთმანეთში. ხო და ნუ საკუთარი სიტუაცია უფრო გაიუმჯობესონ რა. ანუ შესაბამისად ძალიან სწორად აღნიშნე რომ ეს არის ტრამპლინი რაღაც UFC-მდე რაღაცა უნდათ რომ ერთ-ერთი ნომერ პირველი ორგანიზაცია იყოს სადაც უნდათ რომ მებრძოლებს თლიანი კარიერა მათ გაატარონ სიტყვას. ცხადია ასეთ დიდ შემოთავაზებაზე უარს უფრო რაღაც დიდი მიზნების გამო ამბობთ და რავი ალბათ თითოეული მებრძოლის მიზანი და შენი მიზანის დარწმუნებული ვარ არის UFC. და ყველა საინტერესებს ეგ ძალიან ახალგაზრდა ხარ ძალიან დომინანტური სტილი გაქვს ბრძოლის. შეგიძლია, რა ვიცი, ნებისმიერი მეტოქის, აი მე თვითონაც მივარჯიშია შენთან და ძალიან ბევრ დარბაზში მივარჯიშია, საქართველოში თითქმის ყველგან მივარჯიშია მგონი და პირდაპირ შემიძლია ვთქვა ამამად, რომ დარწმუნებული ვარ, რომ შენთან ჩხუბი ყველაზე აუტანელი იქნება, იმიტომ რომ ძალიან დამღლელი, დამქანცველია, არც ერთი წამი ამოსუთქვის საშუალებას არ აძლევ მეტოქეს და ზუსტად ეგრე ახერხებ თითოეული გამარჯვების მოპოვებას. ეს სტილი და ამ სტილისთვის დარწმუნებული ვარ, რომ UFC-ში არც UFC-ში იქნება ძალიან ბევრი მზად. და თან ჯერ 23 წლის გახდი გუშინ და კიდევ დაიხვეწები, კიდევ მეცისწავლი, კიდევ უფრო ძლიერი გახდები. რას ფიქრობ, როდისთვის დაუმიზნებ ასე დიდ გოლებს, იმიტომ რომ ყველას ეს აინტერესებს. ნუ უკვე ფიქრობთ მაგაზე რა. არ ვიცი, შეიძლება იყოს წელი, შეიძლება იყოს მომავალში. რაც უფრო მალე მით უკეთესია რა რეკორდი ისეთი მაქვს რომ ვიცით ამ რეკორდით უკვე კონტენდერების სერიას მებრძოლები ჩხუბობენ და ნუ შესაბამისი შანსი თუ მოგვეცემა რატომაც არა არ ქონია რაღაც სამოყვარულო ისეთი გამოცდილება შენ უფრო დიდი გამოცდილება გაქვს სამოყვარულო და ილიას და ილია 8-0-ით მოხვდა UFC-ში როგორც მახსოვს და ნუ დღეს ილია სად არის კი ვხედავთ ალბათ შესაბამისი მომენტი და რეკორდი ისეთი მაქვს რომ შეიძლება წელი შეიძლება მომავალში აუმისნებ თუ UFC-საც კავშირზე ვართ matchmaking-თან და matchmaking-ის მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ. ახლა ეს არის რომ ძლიერი ოპოზიცია უნდა ყოფილიყო და მაგით ვაკმაყოფილებთ, ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ matchmaking-ის მოთხოვნები. რა თქმა უნდა, ეს გაბერილი და დახატული რეკორდის უფლება არ გვაქვს რომ გავაკეთოთ, მაგრამ ნაბიჯ ვაკმაყოფილებთ. ველოდებით ახლა ამ ბრძოლის შემდეგ კიდე ველოდებით პასუხებს
თუ რამე კიდე ბრძოლას ჩავატარებ, არანაირი პრობლემა არის და თუ რამე კიდე ბრძოლასაც ჩავატარებ და შემდეგ კიდე ბრძოლასაც ჩავატარებ, არანაირი პრობლემა არ არის. გვაქვს რესურსი რომ ნახოთ ეს ოპოზიცია, გვაქვს ეს რესურსი რომ გავანვითაროთ ჩვენი რეკორდი, ჩვენი კარიერა და ჩვენი მიდგომა მაგ სიტუაციაში. და ნამდვილად ნებისმიერ დამარცხება შეუძლია გოჩას და მაგით უფრო მეტი ძალა რა, ასე ვთქვათ, უფრო თამამები ვართ იმაში, რომ შეგვიძლია ნებისმიერ ორგანიზაციაში ნებისმიერ მებრძოლს დავთანხმდეთ, ასე ვთქვათ. და ეგ ძალიან კარგი არის. როგორც ინფორმაცია მაქვს, ამ აგვისტოში იგეგმება კონტენდერების სერიაზე, რაღაც მებრძოლების წარდგენა. კონტენდერების სერიის ერთ-ერთი ეპიზოდი იქნება. არის შანსი, რომ გოჩაც ვიხილოთ? თუ რა თქმა უნდა რაღაც კონფიდენციალური ინფორმაციაზე არ ვსვათ. კონფიდენციალური ინფორმაცია არ არის, ეს იყოს ლაგაზეტისთვის სპეციალურად ინსაიდერული ინფორმაცია, ჩემთვის უფრო სასიამოვნო იქნება საფაეს რო იყოს შენთვის ინფორმაცია. გოჩა იქნება სიაში ამ ზაფხულის კონტენდერების, თუმცა ეს UFC-ის მატჩმეიკერების გადასაწყვეტი იქნება, იჭრებს თუ არა, მაგრამ სიაში იქნება გოჩა. ანუ არის შანსი, რომ აგვისტოში გოჩა ვიხილოთ ამერიკის ზაფხულის სერიაში შეიძლება ვიხილოთ ჩვენ სიაში გოჩა გვეყოლება უკვე ეს შეჭრები იყო გადამწყვეტი მაგ მომენტისათვის რომ იქნება თუ არა სიაში გოჩა სიაში ჩასმული იქნება გოჩა შემდეგ უკვე UFC-ის მატჩმეიკინგი წყვეტავს მისცემენ გოჩას შანს კონტენდერების სერიაში თუ არა თუ არ მიცემენ რა ვაშავს 8-0 9-0 მივალთ 10-0 11-0 მივალთ 23 წლის შეერეხლა გახდა და მართლა არსად არ ეჩქარება და შეუძლია რომ ნებისმიერ დროს გადაწყვეტოს მაგას ეხლა მინდა ვისაუბრო ზოგადად BFA-ზე, გუნდს რომელსაც წარმოადგენდა და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გუნდზე. ძალიან ბევრი მაგარი მებრძოლით, რაც ცხადია რომ შენი დამსახურება არის, იმიტომ რომ ხელწერას გაქვთ. ანუ დაახლოებით კი არის იქ რომ ყველას აქვს თავისი ნიშე, მაგრამ ყველამ ძალიან მაგრად იცის ჭიდაობა და გრეპლინგი, რაც პირდაპირ ვიტყვი რომ შენი დამსახურება არის. იმიტომ რომ შენ თვითონაც გახასიათებდა ძალიან დომინანტური გრეპლინგი და ჭიდაობა. გუნდის სამოვლო გეგმებზე მინდა რომ ისაუბროთ, ძალიან ბევრი მაგარი ბიჭი ყავთ, რუსლან ივახსენეთ, ჩინეთში მოიგო ცოტა ხნის წინ დავით ლორდკიფანიძე, რომელიც ბრიევში ბრძოლებს და ძალიან არ მინდა რომ ვინმე გამოუჩეს, იმდენი კაი ბიჭი არის. როგორც BFA-ის გუნდის წარმომადგენლებზე მინდა რომ გესაუბროთ მაგ თემაზე. რა გეგმები გაქვთ? გეგმები მხოლოდ განვითარება არის, როგორც თქვა, დავიწყე ჩემი ბრძოლებიდან და ესე გავფართოვდით 10 პროფესიონალურ მებრძოლებამდე და კიდე მოდის პროფესიონალური მებრძოლები. ბუნებრივი გაფართოება არის სამოყვარულო ნაბიჯებიდან დაწყებული, პროფესიონალობით დამთავრებული, ასე რომ ვთქვათ რა, როგორც გოჩამ, როგორც ჩემი პირველი მოყვარული მებრძოლი იყო გოჩა, რომელიც საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, შემდეგ გადავიყვანეთ პროფესიონალებში და განიცდის ამ ძდას, ასევე და სხვა ყველა მებრძოლი დავით ლორდკიფანიძე, ამირან მამულაძე ეს ბიჭები მასე განვითარდებიან. და ესე დიდი ნაკადი კიდე მოდის სპორტსმენების, რომელიც ვითარდებიან. საომავლო გეგმები არის, რომ ყველგან ვიჭხობოთ, ყველგან ბუფეა იყოს და იყოს ერთ-ერთი პროფესიონალური შერეული საბრძოლო ხელოვნებების კლუბი. კი, შორს არ არის ჩემი ეს პერიოდი, ეხლა მაგალითად, როდესაც არც ხამზატმა ჩიმარაც ამერიკაში სახელი გაითქვა, მათ შორის გურამაც ავტომატურად შვედეთში All Stars გაეთქვა ძალიან სახელი, ილიას გამო კლიმანტეს კლუბს გაეთქვა სახელი ძალიან. ქართული MMA კი ძალიან განვითარებულია ახლა. ორი ილიამ ვაკანტური გახადა კამარი, მაგრამ რეალურად 66 ჯერ ჩემპიონი არ ყავს, შესაბამისად ორი ჩემპიონი ყავს მაინც, ლეგიტიმური იქნება რა ვთქვათ, ილიასა და მერაბის სახით. მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ქართული MMA განვითარების რაღაცა უმაღლეს საფეხურზე მაშინ იქნება, როდესაც საქართველოში აღზრდილი მებრძოლები მოახერხებენ და უდიდეს ასპარეზზე UFC-ში, Bellator-ში, PFL-ში თუ სხვა ორგანიზაციებში მოახერხებენ გამარჯვების მოპოვებას. ჩემი ეს არ არის ის პერიოდი შორს, როდესაც ქართველი მებრძოლები ამას გააკეთებენ და როდესაც ეს მოხდება, ავტომატურად იქნება ის, რომ სადვარჯიშობს ეს ქართველი მებრძოლი, ან სად არის საქართველოში შესაძლებელი, რომ მოემზადო უმაღლესი დონისთვის. და BFA მართლაც რომ ერთ-ერთი ის საბრძოლო აკადემია არის, სადაც მებრძოლს შეუძლია რომ უმაღლესი ბრძოლებისთვის მოემზადოს. აი, მაგ მიმართულებით მაინტერესებს. დიდი მადლობა. რომ წავიყვანო. ხო, BFA მუშაობს დღესაც მაგ მიმართულებით, ხშირად ჩამოდიან თბილისიდან, სხვა რეგიონებიდან ბიჭები სტუმრად და სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც ყველა სასიამოვნო არის.
ერთი კვირით, ორი კვირით ჩვენი კავკასიელი მეგობრები ჩამოდიან მოსამზადებლად მისი ჩხუბებისათვის თავიდან ბოლომდე რო გაიარონ და მოემზადონ და ზოგადად თუ შეიქმნება ესეთი ტრადიცია რომ საქართველოში ჩამოვა მთელი მსოფლიოდან მებრძოლეები და იცდილებს რომ აქ მოიდგას ფეხი აქ სტილისტიკურად განვითარდეს ჩემთვის მარტო გასახარებელი იქნება რა თქმა უნდა ბათუმის საბრძოლო აკადემიას გეგმა და გზა მე ვხედავ რომ ესეთი როგორც ესეთი ტაილანდი ასე რომ ვთქვათ ბათუმში რა რომ ძალიან მარტივი საცხოვრებელი არის, კარგი ამინდი არის, კარგი ტერიტორია. კი, ზღვაც რა 2 მეტრში არის. რაც ბათუმში რო ვარჯიშობდით ხოლმე ბიჭები, მე ვარჯიშს მერე ზღვაზე გადავდიოდით, რაც აი მარცხ ხა ტაილანდი მაგით არის ხო რეალურად ცნობილი, რომ შეგიძლია ძალიან მაგრად ივარჯიშო და თან რაღაც იმ სტრესში არისო, იმიტომ რომ დასასვენებლად ძალიან მაგარი ადგილი. და ბათუმსაც, განსაკუთრებით ბათუმს საქართველოში ნამდვილად აქვს ეგ პოტენციალი, რომ ძალიან მაგარი კემპის ადგილი იყოს, ასე ვთქვათ, რომ კემპი გაიარო, მაგრამ მაგისთვის საჭიროა კარგი დარბაზი და კარგი ბიჭები და ლოგიკურია რა ეგ ამბავი. დღეს უკვე 57 კილოგრამიდან 70 კილოგრამამდე წონათ კატეგორიამდე დარწმუნებული ვარ, რომ ფარავთ მომზადებას ნებისმიერ სპორტსმენს მომზადებთ ამ. და ძალიან ბევრი სპარინგ პარტნიორიც გყავს. დიახ, მაგას გულისხმობ. კი. ეს ამ 4 წონაში ძალიან ბევრი კადრები ვყავს და ძალიან მაგარი კადრები ვყავს. ჩვენ პროფესიონალურად ლაპარაკობთ და მხოლოდ ბოლო საქართველოზე 30 მოყვარული სპორტსმენი მონაწილეობდა და აქედან რა გახდა საქართველოს ჩემპიონი. და დაახლოებით 20 მაიღო საპრიზო ადგილი და ძალიან დიდი შედეგი აქვს ჩემპიონატზე. კი, ასე უმეტეს წონით კატეგორიებში, როგორც მეც ვიყავი მაგ ჩემპიონატზე, უმეტეს წონით კატეგორიებში სულ VFA იღებ და ოქროს. დიდებში უფრო კარგი შედეგი გვაქვს და ახალგაზრდა სპორტსმენები ისე განვითარებული მხარე არ გვაქვს, თუმცა საკმაოდ განვითარებული არის, მაგრამ ახლა ჩემი ფოკუსი არის უფრო კი, მაგრამ მე როგორც ვუყურებ, როდესაც ეს უკვე პროფესიონალური სპორტსმენები განვითარებულები არიან, ეხლა როდესაც დარბაზში ყავს კოჩა, რუსლანი, დავითი, კიდე რავი როკენროლა ძალიან ბევრი მებრძოლია რა. გეძლევა მეტი мотиваცია. როდესაც შენ დარბაზში ხარ და უყურებ, რომ შენ დარბაზში აღზრდილი მებრძოლი გადის საერთაშორისო ასპარეზზე და ეს ძალიან მაგრად გამოდის, მეტი мотиваცია გაქვს. მებრძოლსაც უნდა მე მოსვლა მან და მეტი ბავშვი ინტერესდება მაგით რომ თუნდაც შეიძლება თუ ივარჯიშებ და აქედანაც დაფასდება საქართველოდანაც და რა ბავშვებს იმდენ ბავშვს ხედავ ხოლმე მე VFA-ში. დიახ, ბავშვების ნაკადი ძალიან დიდია და ჩვენი ყველა მებრძოლი როცა იმარჯვებს, მაგალითად Eclipse Fight Night-დან ძალიან ბევრი ბავშვი მოვიდა, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ზოგადად. შემდეგ ყოველი ჩხუბზე რუსლანიმ გაიმარჯვა, კიდე ხალხი მოდის, გოჩამ გაიმარჯვა, კიდე ხალხი მოდის, კიდე დაინტერესებული არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ძალიან დასაფასებელი არის, რომ ეს დაუმარცხებელი ბიჭები, რომელიც მართლა ახლა სავარსკვლავო პოტენციალს ეხებიან, ვარსკვლავს არიჭერენ და მუშაობენ ყველა მოყვარულთან. გოჩასთვისაც, რუსლანისთვისაც, ჰამიდი რო ახსენე რო გეროლა დავით ლორთქიფანიძე ყველას არეზარება ლაპები დაუჭირონ და ელაპარაკონ, იმიტომ რომ მე არ ველაპარაკები არავის, ხოლმე მე ველაპარაკები მარტო ჩემი პროფესიონალურ წრეს და პირველ ნომრებს მოყვარულებს დეტალებზე და ეს ხოლმე დროც არ მოქვს, მაგდენი რო დაველაპარაკო და ძალიან დასაფასებელია, რომ ჩვენი ბიჭები ვარსკვლავს არიჭერენ მაგ სიტუაციაში და ძალიან ნოლებს ეხმარებიან. ხოლმე მე მიკვირს, რატო ეხმარებიან, იმიტომ რომ ის არ იქნება საშეჯიბრო სპორტსმენი, რატო უხსნიან ესე მრავალფეროვანი. კი, აიგან გუნდი ძალიან შეკრულია. ბევრჯერ შემიმჩნევია შენთვისაც, რომ გოჩა შეიძლება ჩხუბისთვის ემზადებოდა პოტენციური და წყულში რაღაცა ილიც ამუშავებდით და გვერდზე ვიღაც რო სწორად ვერ აკეთებდა ვიღაც დამწყები და თავისი ის შეუწყვეტია და მისულა და სწორად როგორ გაეკეთებინა სამკუთხედი ეგ გაუხსნია და ასე შემდეგ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ BFA შენთვის გაცილებით მეტი არის, ვიდრე უბრალოდ დარბაზი, სადაც ყოფს ხრი და ვარჯიშობ. იმიტომ რომ თვითონ ურთიერთობაზეც გეტყობათ სულ ყველას გუნდს, რომ აი ერთი შეკრული ოჯახი ხართ. და მაგის მიღწევა ძალიან რთულია სხვათა შორის დარბაზში. ეგეთი მარტივი არ არის. დარბაზში ეგ ავტომატურად არ მოდის, დარბაზში ძალიან მარტივია ყველაფერი. ერთი წესი მაქვს, ვინც ქმნის ნეგატივს, პროსტა დარბაზიდან ვაგდებ. და იციან, რომ თუ ნეგატივს გამოხატავენ, აგრესიას გამოხატავენ, ხოლმე ხა რაღაც ამბები მოდის შემომდე, რომ ჩუმად ერთმანეთში რაღაც წაიგამათეს, რომ მე არ გავიგო მაგ მომენტში. მე რო გავიგო, რომ დარბაზის ვინც ქმნის ნეგატივს და ვინც პასუხობს ნეგატივს, ორივე მიდის დარბაზიდან. შეიძლება ერთი შანსი მივიწეთ გამოსწორების, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის პოზიტიური წრე, არანაირი ნეგატივი არ უნდა იყოს დარბაზში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და ჩვენ უნდა ვანვითარებდეთ ერთმანეთს და თვით დამკვიდრება ვისაც ჭირდება, მე უშობ გარეთო, დავიდეს და თავი და გარეთ დაიმკვიდროს.
ჩვენთან ესე არ თურმე რა ყოფილა წარმატების საიდუმლოა. პარტია და ყველა. ბევრი ყავს გაგებული. არა, სხვათა შორის ეფექტური გზა არის, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეგეთი შეკრული დარბაზი, არ ვიცი რა, ეგეთი მეგობრული შეკრული ერთგუნდათ პრობლემა ხშირად არის ბევრ გუნდში, გეტყვი რა, რომ მაგალითად გოჩამ ჩხუბი იჩხუბა, მერე დავიცაქ ჩხუბი და გოჩა 1-2 კვირა ისვენოს რა, უკვე ჩხუბი აღარ აქვს და შეუძლია რომ დაისვენოს და ამ დროს დავითი სპარინგ პარტნიორის გარეშე რჩება სიტყვაზე რა, პირობითად დარბაზებში მინახავს ეგ პრობლემა, რომ სპარინგ პარტნიორების გარეშე რჩებიან, არა, აქ ეგრე არ არის, ანუ ბიჭები ყოველთვის წონის კლება იქნება, ბრძოლა იქნება, სამოყვარულო შეჯიბრზე მე ხა ამდენ ბავშვს როგორ ედექით გვერდზე მახსოვს რა, ანუ რა ვიცი, მისაბაძი მაგალითია, მართლაც რომ მისაბაძი მაგალითია. კარგი. აი მინდა რომ უშუალოდ ჩვენ ბრძოლებზე გადავიდეთ ისე. რომელ ბრძოლას გამოვარჩევდი შენი კარიერიდან ყველაზე მეტად? მე კი მაქვს რაღაც ეჭვები ჩემთვის. ნუ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ბოლო ბრძოლა იყო, იმიტომ რომ ყველაზე მაღალ ტემპში წარიმართა და ნუ ყველაზე რთული ბრძოლა გამოდგა. მაგრამ რა თქმა უნდა ყველაზე საინტერესო არ ყოფილა თვითონ მაყურებლისთვის ჩემი მეორე ბრძოლა მგონი ყველაზე საინტერესო იყო, იმიტომ რომ ყველაზე ყურებადი იყო და ჩინელები გაჩუმებული იყო, ეს იმიტომ იყო გაჩუმებული, რომ პროსტა ცალკარი დომინაციაში იყო და ძალიან ცემდი იმას. ვერაფერსაც ვერ განახორციელა. ვერ გულშემატკივრობდა. და მე გოჩას როგორც კი მივულოცე ბრძოლას, ცხადია ლაივში უყურე და მივულოცე და გოჩა აი როგორი თავდაბალი არის რომ პირდაპირ იმას ეუბნება რომ ხო რა ვიციო რა ვერ დავაფინიშეო რა და ძალიან რაღაც თითქოს თავს იმართლოდა იმის გამო რომ მეტოქე ვერ დააფინიშო რომელიც რეალურად სამშობლოში ჩააკითხა ძალიან ძლიერ ბიჭს და 3 რაუნდის გაშვა ხელი მოხვდა ვაფშე ანუ რა სპარტაში მგონი პროსტა რაღაცა არაფერი რა ისეთი არ ერთის მახსოვს რომ ხელს ჩამოთმოსწილობდი და დაგარტყა მაგ მომენტში, ხო? არა, მოხლა დაერტა, ვითომ რა გავედი დისტანციაზე არ მომხვედრია ეს ერთ. მაგრამ ხელი არ ჩამოგარტყა. ხელი არ ჩამოვარდა წესში. არ შეიძლება ეგ. ხო, 3 რაუნდის განმავლობაში არ ამოვასწორდა. ზუსტად ის სტილი იჩხუბე, რასაც ჩხუბობ, ზუსტად ის გააკეთე, რასაც დარბაზში აკეთებ, რასაც ყველა ჩხუბში აკეთებ. კონტროლი გალიასთან ხელის გათიშვა, ground and pound-ი, მეორე რაუნდში თითქმის დააფინიშე კიდევაც ერთ მომენტში, ძალიან ბევრი დარტყმა მიაყენა ძლიერი. მე აინტერესებს ბრძოლის განმავლობაში თუ გახსოვს რა ფიქრები და განცდები ქონდა. ანუ ქონდა თუ არა ის განცდა, რომ ეს არ დაფინიშდება, ან ესე დაფინიშდება, ან რაღაც. მე მახსოვს ხვიჩას სხვა ისმოდა ძალიან კარგად, კუთხეში ძალიან მაგარ მითითებებს გაძლევდა კისერზე დაწოლასთან დაკავშირებით მაგალითად, რომ როდესაც კისერზე არ აკონტროლებდი, მაშინ კარგად დგებოდა, მაგრამ როდესაც კისერს კარგად უკონტროლებდი, მაშინ ვერ დგებოდა და ასე შემდეგ. აი შენი განცდები, ემოციები მაინტერესებს ბრძოლის განმავლობაში. სიმართლე რომ თქვა, ხო, პირველი რაუნდიდან მჯეროდა, რომ მის დაფინიშება შემეძლო რა. ხვიჩამ შესვლამდე მითხრა, რომ მაინც და მაინც არ ჩაიციკლო მაგ ფინიშზე, იმიტომ რომ გვიან რაუნდებშიო მეტადო დაიძირებაო და მეტადო გაუჭირდება შთან დგომაო და ნუ პირველი რაუნდი დასრულდა მივხვდი უკვე დომინაცია ვიგრძენი მივხვდი რომ ეს ჩემი ჭიდაობა მუშაობდა და ნუ ეხლა რო ვიგრძენი რომ უპირატესობა მქონდა აღარ დამიწყე ეს დგომში რაღაც ჩემი მომენტის ძებნა ისევ გავაგრძელე და იგივე სტილით მუშაობა მეორე რაუნდში ძალიან ახლოს ვიყავი დაფინიშებასთან და ვიფიქრე რომ მესამე რაუნდშიც იგივეს გავაგრძელები და ნუ საბოლოოდ ისე მოხდა მოწინააღმდეგე გავუძლო ჩემს მიყენებულ ზიანს და ну გადაწყვეტილი გავიმარჯვა. მესამე რაუნდში მეგონა რომ მაინც იცოდა 2 რაუნდი წაგებული ქონდა და ძალიან რისკიანად გამოვიდოდა და მაგიტომ მაქსიმუმად ფრთხილად უნდა წაგიღო შე მესამე რაუნდი, იმიტომ რომ გარანტირებული მოგება ეგ არის ჭკვიანური ბრძოლა. ვიდეოში ჩანს კიდე ჩხუბის დროს რომ ხვიჩა ბოლო მომენტში მეუბნებოდა რომ ჩაიხსენიო და ნუ დარტყმა მიაყენიო, მაგრამ მოწინააღმდეგე მაინც სვეჟი იყო, ძლიერი იყო, ფიზიკურად ძლიერი არ იყო, მაგრამ ეს დაახლა ხასიათი სტანზე კი იყო. კაკტანზე იყო. ნუ კარგი განწყობა ქონდა, ნუ ახალგაზრდა იყო, ამტანი იყო და ნუ ყველაფერს გაუძლო, მაგრამ თავარ ფინიში არის, თავარი არის რომ ჩემი ხელი აიწევ ბრძოლის შემდეგ რა. კი, ნამდვილად საქართველოს დროშა აფრიალდა ჩინეთში და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ყველაფერი. მაგრამ რამდენიმე ბრძოლა მახსენდება მე შენი, მაგალითად ბრაზილიელთანაც ძალიან დაწაბული ბრძოლა იყო, 5 რაუნდი. მიუხედავად იმისა, რომ 5 რაუნდი წამოიღე, მაინც 5 რაუნდი არ ტყდებოდა ისიც ბოლომდე და შენც 5 რაუნდი მაქსიმალურად ფოკუსირებული, კონცენტრირებული იყავი მაგ ყველაფერზე, რომ კონტროლში ყოფილიყო ყველაფერი. და კიდევ ერთი ბრძოლა მახსენდება ბაგი ჩოუკის დროს, როდესაც
რავი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ბრძოლა მართლა იქ იქნებოდა, ხო? ყველა ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ფინიში არის ძალიან გახმოურებული იყო ამერიკულ ინტერნეტის სივრცეში, ძალიან გახმოურდა და გავარდა ეს. კი, ძალიან ბევრ უცხოურ რაღაც გვერდებზე შემხვდა ეგ ვიდეო, სადაც ბაგი ჩოუქს ეჭირა მეტოქეს და სლემებით თავი გაუტეხა თუ რა აღარ გაუტეხა. აი, ეგ ბრძოლები მინდა გაიხსენო შენთვის. რამდენად ახლო იყო ფინიშთან მაგ მომენტში, ანუ რამდენად ჭიდრო იყო ბაგი ჩოუქი. საიდან მოგაფიქრდა საერთოდ ეგ სლემი, იმიტომ რომ დარბაზში სლემი აკრძალულია და აქამდე გაკეთებული მქონდაო რომ მითხრა არ დაგიჯერება. ეგ საბმიშინის ერთ თუ არსებობდა არც ვიცოდი, იმიტომ რომ მართლა არც დაგვიმუშავებია, იმიტომ რომ ეგეთი საბმიშინები ვფიქრობ რომ მაინც ჩხუბის დროს არ იმუშავებს რა. ხო და დამუშავებული არც ქონდა, ნუ დაცვაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია და ნუ რო შეეკრა ეგ ბაგი ჩოუკი. მაშინ ჰამიდი არ იყო შენი. არ იყო ხო. მაგ ჩხუბის მერე ჩამოვიდა და თან დარბაზში დამასაბმიშენა ბაგი დამიშენა. ანუ სად იქ აწევა დარბაზში რომ საკუთარ თავს ვთხარი რომ შემიძლია აწევა, მაგრამ დარბაზში ხარ დასლემავდა. ნუ მე ვაჩვენე რომ ეს აკეთებული მქონდა რომ ვწუნდა რომ ჩხუბის დროს რა გაეკეთებია. ხო და ნუ შემიკრა ეგ და რა თქმა უნდა იგრძნობოდა რა უკვე ისე ვიყავი დავიძნებდი არ დავიძნებდი მაგრამ იქ ერთ მომენტში ჩანს რომ ეს არტერია კარგად გავხსენინა ხელი ფეხში ჩავდები და ნუ სივრცე შევქმნი ერთი არტერიდან რომ ცოტა მესუნთქა და შემდეგ იქ რუსლანის ხმა ისმის ადექი და დასლემე მეუბნება და დასაწყისში ცოტა გამიჭირდა ადგომა ცოტა აუდექი დავაგდე წონა უნდა აწიო ერთი კი თან აწიო ჩოლეულს და შეშლება აწიო უფრო მეტი წევია მაგრამ უკვე twins რო სისხლი არ მოეწოდება და ნორმალურად არა ეს სისხლის ცირკულაცია წონის აწევას უფრო გიჭირს და ნუ პატარაზე როცა ავწია დავახეთქე მან ცოტა გაიხსნა ეს ბაგი ჩოუკიც და ნუ შემდეგ რო ვიგზენი რომ ასე იმის და ფინიშება შეიძლება და მოვიდა ეს ჩანიც და ძალაც მოვიდა და ანუ ბრძოლის დროს ძალიან ბევრი მებრძოლს ეშლება ეგ საკმაოდ კარგად უსმენ კუთხეს რუსლანის ხმაზე გახსოვს ხუიჩას კარნახსაც ძალიან მაგრამ მიყვებოდი თუნდაც ბოლო ორთო ბრძოლაში ხუიჩასი ჩემი ძმის და გიორგის ერთმანეთში ლაპარაკის ხმაც მესმოდა იმიტომ რომ თელეჩინდიდან სიჩუმე იყო თელ დარბაზში რომ ყველაფრის ხმა მესმოდა საერთოდ ერთ-ერთი მიზეზი რატო გეუბნებოდი რომ გაგეხსნა კლინჩი და გაგეხსნა ცეცხლი ხო იმიტომ რომ ყველა რო გაჩუმებული იყვნენ ხო ეს როგორც წერტილის დასმა იქნებოდა მთელი ჩინეთის თუმცა რა თქმა უნდა წერტილი დაუსვი და აჩვენერა კი მე მაგას ვეუბნებოდი გოჩას რომ შესაძლოა თითქოს თავს იმართლებდა რომ რაღაც საბმიშენიო არ გამომივიდაო და რაღაცა საბმიშენი და ნოკაუტი შეიძლება გაგივარდეს რა რაღაც მომენტში მაგრამ 3 რაუნდიანი ეგეთი უმოწყალო დომინაცია ვერ გაგივარდება. ეგ ან შეგიძლია ან არ შეგიძლია. ჩვენ არ დავივიწყოთ რომ ეს არც სიმინც არ ყიდის და არც ლაფშას არ ყიდის და არც ნუდლს არ ყიდის იქ არის ეს სერიოზული მებრძოლე, ტოპ რანგედ მებრძოლე არის, ერთი ბრძოლა აქვს, შემთხვევით საბმიშენზე არის დაჭერილი, თუმცა დანარჩენი მისი ყველა ბრძოლა აშკარად მოიგო და მაგრა მოიგო და ძალიან მაგრა ემზადებოდა და GSK-სთან ღმა ურთიერთობა აქვს მაგ მებრძოლეს და GSK უყურებდა რომ აი მაგრა გაენვითარებიათ ეს მებრძოლე რა. ცხადია რომ ეს სტუმრად მიდიხარ ადგილობრივი ორგანიზაცია, მაინც ნუ ადგილობრივი მებრძოლის მხარეს არის. ხო, ეგ მაგაში დასამალი არაფერი არ არის და ძალიან ლოგიკური ამბავი არის, რომ ცდილობენ რომ გვერდში დაუდგნენ ადგილობრივს, მაგრამ კალიაში ერთ-ერთი ეს კიდე GSK ისეთ პოლიტიკას აწევა, რომ უფრო მაღალ რეიტინგიან მებრძოლებს 61 კილოგრამ ბენთემვეიტებს არ აძლევს უკონტრაქტო მებრძოლეებს, იმიტომ რომ დღეს მოვა გოჩა, გალახავს პირველ ნომერს და წავა. ჩვენ რა უყოთ ამ პროდუქტს. ჩვენ ვერაფერს ვერ უზავთ მაგას. და კარგავენ. და რა თქმა უნდა, მე-8, მე-9, მე-7, მე-10 ნომერი პერსპექტიული თუ არის და ძლიერი თუ არის, რა თქმა უნდა, მისთვის ნააბაროდ ეს იქეთ ბუსტი იქნება და განვითარება იქნება, მიმებრძოლის განვითარება იქნება, იმ მებრძოლის მედიული მომენტების გაძლიერება იქნება, რომ უყურეთ 6-0 დაამარცხა და ვერ იგრძნო და რაღაც ესეთი მომენტები და ეს ერთ-ერთი მარტო ეს არის ერთი მიზეზი, რატო შეხვდა ამ მებრძოლს არა პირველ მეორე ნომერს ატო არ შეხვედრეს. თუმცა ჩინელები რა თქმა უნდა ცდილობენ, რომ ყველა მისი ბრძოლა მოიგონ. რა თქმა უნდა. რა მინდა მეკითხა კიდე. ბრაზილიელ მებრძოლზე მინდოდა რომ ისო დავუბრუნებოდით პირველ ერთადერთი 5 რაუნდიანი ბრძოლის გამოსახულებაა მაგრამ 5-ვე რაუნდის წამოღება მოახერხე 5 რაუნდიანი ორთაბრძოლას რით გამოარჩევდი სხვა ორთაბრძოლებისგან მომზადება პერიოდს როგორ გამოარჩევდი და უშუალოდ ბრძოლას იმიტომ რომ ძალიან დამქანცველი ბრძოლა იყო რა მგონი ყველაზე რთული ბრძოლა იყო ჩემს კარიერაში არ ვიცი მან რა ენერგიაც ჩავდე
ეგრე ციფრებით გადმოვუცეთ, მაგალითად რამდენი კალორია შეიძლება დამეწვა მაგ ჩხუბის დროს, ანუ ძალიან დიდ ციფრებზე გავალთ, რიცხვებზე გავალთ სავარაუდოდ. დიდი ენერგია დავხარჯე, მოწინააღმდეგე ძალიან კარგი ხასიათი გამოირჩეოდა რა, არ გატყდა ბრძოლის დროს და პირიქით იქ ეცდილობდა რომ მე გავეტეხე რა. მაგრამ კარგად ვიყავი მზად. ნუ ყოველი ჩხუბისთვის კარგად ვიმზადები, მაგრამ ამ ჩხუბისთვის როცა ვიცოდი ასეთი გამოწვევა ხდებოდა, კარგი სპარინგები ჩავატარე, უტრამოდ გავიარე მთელი ის პერიოდი, კარგ ფორმაში ვიყავი და მაგასაც ვფიქრობდი რომ შედარებით მარტივად დავამარცხებდი, მაგრამ ნუ საკმაოდ ძალიან ძლიერი აღმოჩნდა მოწინააღმდეგე. მაგ მომენტში ყველაზე აიქონ მომენტი იყო ალბათ 500 სიტყვები, როცა მესამე რაუნდი მოგებული მაქვს, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ უკვე და ვფიქრობ რომ მე-4-5 რაუნდში ეს ჩემი ენერგია მეყოფა, არ მეყოფა, არ ვიცი რა და ხუჩა კუთხეში დგას და ვეუბნები რომ ხუჩის ხელები ნუ გათიშული მაქვს უკვე რა, თუ დღეში ვარ თან და ხუჩა მეუბნება რომ უფრო რთული რაუნდებიც ქონიაო დარბაზშიო და ამ დროს მე ვფიქრობ რომ მე-4-5 რაუნდს პარტიაში გავატარებ და შეიძლება იქიდან რაღაც რო ვემუშაო და დრო გავწერო მეთქი ახლა და ხუჩა მაგაზე რთული რაუნდებიც ქონიაო და რეალურად სპარინგებზე გაცლებით რთული რაუნდებიც ქონია მაგაზე მეტად დაღვრილ ვარ და 2 რაუნდი იყო დარჩენილი და იგივე ტემპში გავაგრძელე რა. ეგ არის სწორი კუთხე, მაგაზე მინდა საუბარი. თან ახლა გურამის ბრძოლა იყო ცოტა ხნის და გურამს ყავდა ძალიან ისეთი კუთხე, ალექსანდრე თოფურია, თოფურია, ხამზად ჩიმაევი და ანუ ყველა ელიტარული მებრძოლია და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა რომ საინტერესო თემა წამოჭრე, ძალიან მინდოდა მაგას ლაპარაკი. კუთხის მნიშვნელობაზე ვილაპარაკოთ. კარგი კუთხე არის კარგი ტრენერი. ანუ პირდაპირ ხაზგასმით ვიტყვი. ტრენერი, რომელიც გიცნობს შენ თავიდან ბოლომდე, როგორც ადამიანს და როგორც მებრძოლს და იცის, როგორ გაგამხნევოს რთულ სიტუაციაში, სწორი მითითება როგორ მოგცეს. ეხა მაგალითად რო ვთქვათ, ალექსანდრე თოფურია ჩემი აზრით მაგ სამეულში ყველაზე მაგარი ეს არის კორნერმენი არის, იმიტომ რომ ილიასთან ბრძოლებში ჩვენ გვინახავს რა მაგრად კარნახობს. გურამსაც კარგად კარნახობდა, მაგრამ პატარა შედარება რო გავაკეთოთ, ალექსანდრე ილიას ზუსტად კარნახობდა, რომ აი კუთხეში რომ მიიყო, ან ღვიძლს გიხსნის შენი საფილმო კომბინაცია გამოიყენე, იმიტომ რომ ზუსტად იცის რა შეუძლია. როდესაც გურამს მაგალითად კარნახობდა სწორი რაც იყო, მაგრამ დეტალურად ვერ კარნახობდა, ანუ ემუშავე, წინ მიაწექი უფრო რაღაცა მეტი ემუშავე. მაგრამ რაღაც უფრო კონკრეტულ მისითებს ვერ აძლევდა რა. შეიძლება იქიდან გამომდინარეც, რომ გურამს ანუ ცხადია ილიას ბევრად კარგად იცნობს როგორც მებრძოლს, როგორც გურამს. მე არ ვამბობ რომ გურამა ეს ბრძოლა კუთხის გამო დათმო. ბრძოლა და ხან ისე მიდის, ხან ასე და გურამი არის ნამდვილი მებრძოლი და ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მებრძოლი და წარმატებები მას დარწმუნებული ვარ, მოგებით დაბრუნდება. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ კუთხეში აუცილებელი არის ყავდეს ტრენერი, რომელიც გიცნობს თავიდან ბოლომდე და რომელსაც იცის ყველაფერი რა შეგიძლია და რომელსაც იცის გაჭირვების ჟამს რა დაგაწყნარებს, ღრიალი, წყნარად ლაპარაკი თუ ასე შემდეგ. ხუიჩა ზუსტად ესეთი ადამიანი არის შენთვის, რომელიც სრულად გიცნობს და რა უკვე რამდენჯერ ყველა ჩხუბიდან გახსოვს რაღაცა, ხო? ანუ მესამე რაუნდში გამახნება ჩინეთში გახსოვს რას გელაპარაკებოდა, ბაგი ჩოუქებზეც, ნუ რუსლანის ხელს გაიგე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხუიჩას შედარებით. გემახსოვრება. რავი, ჩემთვის ნუ დასაწყისიდან ჩემპიონი წვრთნელი ხუიჩა იყო, ნუ მეტი წვრთნელი არ სყოლია, არც მემარჯვენე სხვა სპორტის სახეობებში და არ ვიცი რა, თავარი ადამიანია, ვისაც შეუძლია რომ სწორ დროს სწორი მითითება მომცეს და ისეც ხო ჩხუბის დროსაც მაინც და მაინც არ მესმის და ვერ გავიგებ, მაგალითად შერო დამედიკითხე, შეიძლება შენ ხმა საერთოდ ვერ გავიგო რა. და ხუჩასმა როგორც ის 1000 ადამიანი ლაპარაკობდეს, ხუჩა რაღაცას მეტყვის, ის მესმის რა, უბრალოდ მისი ხადამახსოვრებელი აქვს. შეჩეულია მაგას. ხუჩა შენ მინდა კითხო, მებრძოლიც ხარ, ახლა უკვე უფრო აქტიურად მებრძოლებს წვრთნი და შენს გამოსვლებას უზიარებ. ეს ორი ფაქტორი მინდა შეადარო ერთმანეთს. მებრძოლი, როდესაც ხარ ყველაფერი მაინც შენს ხელშია, ანუ შენზეა დამოკიდებული და როდესაც კუთხეში ხარ, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ძვირფასი ადამიანი გადის და ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო არის რომ მისცე მითითება და თან აუცილებელია რომ ემოციებს არ აყვე და სიმშვიდე შეინარჩუნო რომ მაქსიმალურად სწორად უკარნახო. ეს აი ამაზე მინდა ვისაუბროთ. ესეც საინტერესო სხვაობა ვიგძენი ბოლო პერიოდი შემიძლია ვთქვა, როცა ჩხუბობენ მოყვარულები, ხო? მაგათ უფრო განვიცდი, იმიტომ რომ მაგათ skill set-ში არ ვარ დარწმუნებული.
ასე რომ ვთქვა. ეს გოჩა, რუსლანი, ეს მებრძოლები, ახლა დავითი ბიჭები, ჩემი ბიჭები ვინც არიან ეს ფლაგმანები, ეს პირველი ნომრები BFA-ს ვინც არიან და ვისის მომზადებაში ვარ თავიდან ბოლომდე ჩართული და მთელი გზა მაქვს გავლილი მაგათთან ერთად. ეხლა უკვე განვიცდი, აი როგორც მე გავდიოდი ბრძოლაზე და ადრენალინის განვიცდი ეს, ადრენალინის განვიცდი, ნერვიულობით არის აჟიოტაჟს განვიცდი, რომ გავალე ხარ და ეხლა ბრძოლა და ესეთი რაღაც, ესეთ სასიამოვნო ემოციას განვიცდი გოჩას მიმართ. ეს ვერ ვიტყვი რომ შიში იყო, ან რაღაც ნერვიულობა, ეს იყო დრაივი. გოჩა როცა გადის საჩხუბრად და ესეთი ჩემი პირველი ნომერი ბიჭები როცა გადიან საჩხუბრად, რომელიც მომზადებაშიც ვარ, თავიდან ბოლომდე დარწმუნებული, ვიცი როგორი აღდგენილები არიან მაგალითად და ძალიან მაგარი აღდგენილი არის, ძალიან მაგარ წონას აჩვენებს სასწორზე, დილით გავახურე და ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაში იყო. ეხლა გასვლის წინ მაგარ კარგ მენტალურ ფორმაში მყავს, იდეალურ მენტალურ ფორმაში მყავს, შემიძლია ვთქვა. უკვე მაგ მომენტში არანაირი განცდა არ მაქვს ნერვიულობის თვალსაზრისით, მაქვს მხოლოდ აი საბრძოლო დრაივი გოჩამაცის, მე ხოლმე უფრო ისე უღრიალებ, უფრო ყვილი ვარ, უფრო ხედავ, თუმცა ბრძოლის დროს რა თქმა უნდა სიმშვიდე არის კუთხეში და ვცდილობ რომ სიმშვიდე დავამყარო კუთხეში. მაგრამ ეს განსხვავება არის რომ მოყვარული რომელშიც არ ვარ დარწმუნებული და ის ახალ ბედა არის და მის თავს ეძებს მის ბრძოლაზე ნერვიულობ, იმიტომ რომ მაგას შეიძლება რაღაც დაიდგინოს, რაღაცას დაერტყმას, დაეჯახოს, რაღაც არასწორად გაუაზრებლად რაღაც მოქმედება გააკეთოს და დაზიანდეს და რაღაც აი მარცხი მიიღოს, რომელიც არ არის მის ცხოვრებაში საჭირო, ეხლა მის თუმცა კარგი პოტენციალი აქვს, რომ ვთქვათ რა, მაგრამ აი არ არის საჭირო ახლა რომ წააგოს და შეიძლება რომ წააგოს და როცა გოჩა მყავს მომზადებული ეხლა ჩინეთში ბრძოლაზე, დარწმუნებულია როგორც ჩემ ბრძოლაში. იმიტომ რომ ყველა ასპექტში მყავს გოჩა დაფარული, ასე რომ ვთქვათ, ეხლა ამ მომენტში. ამიტომ განვიცდი დრაივს, ამიტომ განვიცდი ეს აზარტს უფრო და უფრო ისეთ საბრძოლო ემოციას, ვიდრე ნერვიულობას, ვაიდე და რა მოხდება რა. იმიტომ რომ ეს რაღაც არ მგარს გამრია თავში, იმიტომ რომ ვიცოდით რას ვაკეთებთ რა. როგორც ჩემ ბრძოლაზე ვიცი გავდივარ რას ვაკეთებ, ასეც ვიცოდი გოჩა რომ გავყავდა რას ვაკეთებთ ვიცოდი. და თან ძალიან დამჯერი მებრძოლია, იმ თვალსაზრისით რომ კუთხეს ძალიან უჯერებს და ძალიან კარგია ეგ რა. ჩვენ ყველა სპარინგები მასე მუშაობთ. სეკუნდანტი ვარ მე, ყველა სპარინგებში სეკუნდანტი ვარ, ყველა სპარინგებში ვეჩვევით მასე და მაგიდან გამომდინარე უკვე კონტაქტი დაყარებული არის. ეგ მომზადების პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო გაქვს, ახლა თქვენთან ძალიან ბევრი მივარჯიშია და კიდევ უფრო მე დროს გავატარებ თქვენთან სამომავლოდ. მოკლედ ყოველი ვარჯიშის შემდგომ, როდესაც ინდივიდუალურ სპარინგებს მართავთ, ეს არის რაღაც სპარინგები, სადაც ტატამზე 30 წყვილი ერთად სპარინგობს. ეს არის გალიაში ბრძოლასთან ახლოს იმიტირებული სპარინგები, სადაც ყველა შენ გიყურებს გარშემო და ეგეც არის რა. თელი გუნდი გულშეპატკივრობს ყვირის რაღაც ზოგი იმას უყვირის, ზოგი შენ გიყვირის, დრო დანიშნული, რაღაც ხმაური ქაოსი და მარტო ის ტატამი იმის ხმა რო ის გალიის რა, რომ რაფიჭებო ტურნირია იმენ. ხო, ანუ პატარა ისა, ბილეთები უნდა გაყიდოთ ხოლმე და საერთოდ. ხოლმე კრივის სექციიდან გადმოდიან ხოლმე ესეთი ხაობები რო ადის და რაღაც არჩიში ჩერდება ხოლმე კრივის და ჩვენ მიყურებს ხალხი. ხელჩართული მწუწყვი როცა არის ესეთი მაგარი გადმოდიან კრივიდან და უყურებენ ასპარინგები ხდება იქ. მე რამდენჯერ ვარჯიშს მერე მიმიწერია რომ კი გამოვალ და რაღაც საათნახევარი დამიგვიანებია სადაც ზივარ და უყურებ ეს სპარინგებს რა, რომ ხო თან კაი სპარინგები მიდის, თან რა ვიცი. ძალიან კაი მეთოდი არის იმისთვის რომ მებრძოლი მოამზადოს საბრძოლოდ, ანუ იმ ემოციებს ძალიან ეჩვევა რა, რეალურად იმიტირება ძალიან კარგი არის. MMA-ში ჩართული ხარ როგორც მებრძოლიც, როგორც აღზრდელიც, კოუჩი ასე ვთქვათ, მაგრამ იმის იქეთაც ქართული MMA-ის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეგაქვს. Matchmaker-იც ხარ ერთ-ერთი ორგანიზაციის, რომელიც ძალიან მალე გამართავს ივენტს 6 აპრილს, სადაც მეც ვიბრძოლებ, პირველად ვანონსებ გონი ჩემი ბრძოლას, საქართველოში დიდი ხნის მერე მეც ვიბრძოლებ 6 აპრილს. MMA-ში ხარ ყველა მხრიდან ჩარეული. მოკლედ MMA-ით ცხოვრობა, ასე გამოდის. Matchmaker-ობა როგორი არის? ან აი matchmaker-ობის პროცესის დროს რაღაც სხვა მებრძოლებს რო აჯახებ ერთმანეთთან, შენი გუნდის იქედაც გიწევს სხვა მებრძოლების არჩევა, შერჩევა. აი მაგაზეც რო ვისაუბროთ. და ზოგადად რეგიონალურ MMA-ზეც ვისაუბროთ, რა დონეზე ვართ? სამოყვარულო MMA შერეული საბრძოლო ხელოვნების უგულისხმობ თქო, ლაბორატორიაში რეგიონალური MMA-ით. ანუ აი ქართველი მებრძოლები, ადგილობრივი ქართული მებრძოლები, ანუ ქართული MMA საქართველოში რა დონეზე არის? თუნდაც პროფესიონალური, თუნდაც სამოყვარულო და რა გვჭირდება იმისთვის, რომ განვითაროთ? დავიწყოთ სამოყვარულოზე, ეს ადგილობრივი მებრძოლეებიდან, ადგილობრივი მებრძოლეები
არის აი როგორ გითხრათ, სად არ ვარ ნამყოფი დაღესტანშიც ვარ ნამყოფი, სხვადასხვა ქვეყნებშიც ვარ ნამყოფი, მსოფლიო ევროპის ჩემპიონატები ნაჭიდავები მაქვს, მსოფლიო ჩემპიონატები ნაჭხუბი მაქვს, აი ძალიან მართლა არ შევაკებ თავს და მაქვს მაგი გამოცდილება ასე რომ ვთქვათ, სამოყვარულო და პროფესიონალურის რა. ტაილანდური კრივის ნაკრებშიც დიდი დრო მაქვს გატარებული უკრაინის და ტაილანდური კრივის ნაკრებში და შემიძლია ვთქვა, რომ მენტალურად და ფიზიკური მონაცემებით საქართველოს არის რაღაც სასწაულ დონეზე. არ არის რეალურად და მიუწვდომელ დონეზე არის. თუ გინდათ დაღესტანთან ავიღოთ, აი მე ვიყავი პრაიმ დაღესტანის პერიოდში, როცა ზაბიტ მაგამეჩარიპოვი ვარჯიშობდნენ და ესე დაკფაიტერი და სერიოზული კლუბები ცოცხლობდნენ, მაგ ხოლმე დავდიოდი სავარჯიშოდ და ფიზიკურად ქართველი და მენტალურად ქართველი მებრძოლე რაღაც სხვა თემა არის, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ძალიან მაღალი პოტენციალი არის. დროის ფაქტორი არის, როცა ამას აიგება ტექნიკა. იყო მომენტი ჩვენ როცა დავიწყეთ სამოყვარულო ბრძოლები, მე ახლა რატო ავარჩევინე ჩემ გუნდს KG-დან ჭიდაობა და ეს მუშაობა რატო ავარჩევინე, როგორც მოყვარულებს ვარჩევინებ. ეხლა გოჩას უკვე ძალიან ბევრს მუშაობს პარტერზე, დგომზე, ძალიან ბევრ მრავალფეროვანში მუშაობს, თუმცა რა თქმა უნდა ფუნდამენტალური სტილი არის ეს KG-დან ჭიდაობა. რატო ავარჩევი? იმიტომ რომ ყველაზე უსაფრთხო ერთ-ერთი ვარიანტი არის. და ჩვენ როცა ვჭიდავ ერთ-ერთი აი გოჩას ახსოვს პირველი საქართველოს ჩემპიონატები, არავინ არ ჭიდაობდა კედლიდან და ჩვენთვის ძალიან დიდი უპირატესობა იყო. ძალიან ადვილად ვიპოვებდით მოგებებს, ძალიან მარტივად საქართველოს ჩემპიონებს აკეთებ. შემდეგი საქართველოს ჩემპიონატი სამოყვარულოში, ლეველი გაიზარდა. უკვე სხვები ჭიდაობდნენ საქართველოს. ეს ერთი პატარა ნაწილია, რომელიც ცოტა მე შევძელი შევიტანო ჩემი თვალსაზრისით ქართულ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში და ესეთი ნაწილები იმატებს. დგომში საქართველოს დღეს სასწაულ მაღალ დონეზე არის. მაგრა იმატებს საქართველოს ასე რომ ვთქვათ რა ძალიან მაგრა უყურებ რომ თბილისიდან კლუბები დგომში საკმაოდ ბასრად მოძრაობენ და ძალიან საინტერესოდ მუშაობენ. ბევრი თავისუფალი მოჭიდავე გადმოდის. აი როგორ არის ეს დროის ფაქტორია რომ ტექნიკური აღჭურვილება ქართული მებრძოლების უფრო და უფრო გაიზრდება. და ეს მომენტი არის ყველაზე მთავარი ფაქტორი, რაც მარწმუნებს მე იმაში, რომ ქართული მებრძოლები ძალიან შორს სწავლიან. და ეს რეგიონალურად არის დამწყებ მაღალ დონეზე საქართველოს. და გარდაუვალია რომ გაიზრდება, იმიტომ რომ შიდა კონკურენცია საქართველოს ჩემპიონატზე, ფინალებზე მაგალითად ან ეს სამოყვარულოზე ვთქვათ, რომ ძალიან მაღალი არის. და შიდა კონკურენცია უკვე როგორი არის ქართული მებრძოლე ქართულს საქართველოს შეხდეს, ხო? უკვე ძალიან რთული მომენტი გახდა, იმიტომ რომ ყველა ბასრი და ყველა სერიოზული მებრძოლია პროფესიონალებში ძალიან ცოტა დარჩა. ქართულთან რო შეხდეს ისეთი რომ რაღაც ისეთი მისმაჩი იყოს ასე რომ ვთქვათ რა, თუმცა 3-4 წლის უკან ესეთი ვარიანტი არსებობდა. დღეს უკვე მისმაჩი საქართველოში და MMA-ში პროფესიონალებში არ არსებობს და ორივე მხარესთვის 50-50 რისკი არის ასე რომ ვთქვათ რა და ბოლო ბრძოლები რო გავიხსენოთ, სადაც ქართული მებრძოლეები იბრძოდნენ ქართული მებრძოლეების საწინააღმდეგო GFC-ის ტიტულებზე თუ სხვადასხვა ლიგების სხვადასხვა ლიგის საინც რეიტინგო ბრძოლებზე ძალიან საკმაოდ დაძაბული ბრძოლები იყო რა. ეს ერთი მომენტი რა, რომ საქართველოს ძალიან სერიოზულ გზაზე დგას და გარდაუვალია წარმატება იმიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც ჩვენი ვარსკვლავები ძალიან მაღალ შედეგს აკეთებენ. ეს არის კი, აი following კითხვა მაქვს მაგაზე. შენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართული MMA უფრო განვითარდეს. მაგალითად მე მაგას ჩემი აზრი მაქვს, რომ უფრო მეტი შეჯიბრი, მაგალითად, თუნდაც პროფესიონალური, რეგიონალური MMA-ის პრომოუშენების გაზრდა ძალიან კაია და ძალიან კაია, რომ სხვა ლიგები გამოჩნდნენ ასპარეზზე, მეტი შეჯიბრი ტარდება, მეტ გამოცდილებას იღებენ ბიჭები და საქართველოს დაგროვებული გამოცდილებით, როცა შეიძლება თქვა წასვლა საზღვარგარეთ, ძალიან მაგარი იქნება. სპონსორშიფები უნდა გაიზარდონ, მეტი კომპანიები უნდა დაინტერესდნენ მებრძოლებით და ასე შემდეგ. დიახ, საქართველოს მთავარი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ქართველები რეალურად ვერ ვხედავთ, მაგრამ ეს არის სერიოზული პრობლემა. რომ ჩვენ ვართ ცოტა, 3 მილიონი ვართ. რამდენ ადამიანზე უნდა გავყიდოთ ეს კონტენტი, ასე რომ ვთქვათ რა, იმიტომ რომ თურუსები არიან 100 მილიონი, ამერიკელები არიან ან ჩინელები არიან მილიარდ ნახევარი. აი ამის თქვი რომ მაგალითად UFC-მ არ იცის რა უქნას ამდენ აღმოვალ ვარსკვლავს ქართველებს, იმიტომ რომ რომელი ბაზრობას ფარავენ, მაგენი 3 მილიონიან ბაზრობას ქართველების არ არის მაგაფული. თუ რა თქმა უნდა ნახევარი
25% ის რაც ქართველები არის 25% ჩინელები ურჩევნიათ, იმიტომ რომ ისინი ფარავენ აუდიტორიას, რომელიც აღისახება 1.5 მილიარდი ადამიანით და ჩვენ ვფარავთ აუდიტორიას, რომელიც აღისახება 3 მილიონით. ესაა ძალიან ცოტა. ამიტომ რთული არის, რომ შექმნა, როგორც იცი, ბუნებრივად შეიქმნას დიდი ფული შერეული საბრძოლო ხელოვნებაში, თუმცა ფული თუ არ იქნება, ხო, განვითარებაც არ იქნება და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნებები დგას ენთუზიაზმზე 90% და 10% არის ბიზნესი, იმიტომ რომ მე როგორც უყურებ, როგორც მუშაობს ყველა ლიგის პრეზიდენტი და მე როგორც Eclipse Fight Night-ის ლიგის დამფუძნებელი, ეს არის ენთუზიაზმი, მე პროსტა ეს Eclipse Fight Night-ზე დავილაპარაკოთ ცოტა, ჩვენი გენერალური სპონსორი ეს Eclipse სამინუსო პროექტში ჩავსვი, ასე რომ ვთქვათ. მარტო ხარჯი გაწიენ, არანაირი შემოსავალი. მარტო ხარჯი გაწიენ, რეკლამა რომ მოიპოვონ, აი ბრენდის გაძლიერება რომ მოიპოვონ, მხოლოდ ეს პირობა შევთავაზე. ამიტომ რაზეც მუშაობს, ხა IFC რაზეც მუშაობს, ეს არის აი Max Fight რაზეც მუშაობს, ეს არის დიდი ნაბიჯები ენთუზიაზმზე, გოჩას იმოიანვა, მისი ენთუზიაზმით, მისი მონდომებით ააშენა ლიგა, ასე რომ ვთქვათ, ჩამოიყვანა ლიგა, პროსტა ძალიან საინტერესო ლიგა ჩამოიყვანა საქართველოში და ეს მთელი საქმე არის აგებული, მე ვერ ვიტყვი რომ არ მგონია უბრალოდ მე არ ვიცი ბიზნეს მოდელი შიგნიდან როგორი არის IFC-ის, მაგრამ არ მგონია რომ ძალიან მომგებიანი ბიზნეს პროექტი იყოს და დამფუძნებელმა მაგ დრო დაიხარჯა სხვა ნებისმიერ ბიზნესში უფრო მეტ ფულს მიაღწევდა და ასევე დავით ქირის ინტუსი აი მაქსიმალურად ცდილობს ადამიანი რომ აი ნოლში რაღაცნაირად შეძლოს და პროსტა ტურნირი ატაროს რომ ივენტები განვითარდეს. GFC-ის შიდა სიტუაციაც იგივე არის, რომ აი რაღაცას ცდილობენ იმოძრავონ, რომ ენთუზიაზმზე არსებობდეს ეს მომენტი. ეს არის მთავარი პრობლემა ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნებების, რომ საქართველოში ძნელი არის აი ეს რა ვთქვათ, გარდაუვალი ბერკეტი. და ძალიან რთული გადასარახი ბერკეტი და მე ვხედავ და ძალიან მეამაყება და მე სიამოვნება, რომ არის ხალხი, რომელიც არიან რაღაც კაპიტალის ფლობელები და მაგათი ენთუზიაზმიდან გამომდინარე, რომელიც ხარდაჭერი კომპანიები Max Fight-ის, ხარდაჭერი კომპანიები IFC-ის, ხარდაჭერი კომპანიები, თუნდაც GFC-ის, Eclipse Fight Night-ის ხარდაჭერი კომპანია ეს არის მხოლოდ ენთუზიაზმი ხარდაჭერა გამოწევა. ჩვენ თვითონ ვიცით და ყველა პრეზიდენტს რო შეხედოთ, ეს არის დიდი შრომა, რომელიც მადლობას თუ გეტყვის მებრძოლე მოკლედ რო ვთქვათ რა. ეს არის სრული ბერკეტი და ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ბერკეტი რაღაცნაირი საოცრებით ილახება, ასე რომ ვთქვათ და 3 მილიონიან ბაზრობაზე, სადაც შენ შეგიძლია რეალურად აქტიური მაყურებელი ჩართო აქტიური მაყურებელი 10,000, მაგალითად ქართველი ძალიან წარმატებული პროექტი არის. დღეს შენ რო 10,000 ქართველს რაღაცა გადაახტევინო ივენტის დასწრებაზე, ან რაღაც მონაწილეობაზე, ან რაღაც 1 ლარის ან 10 ლარის შეწუნილი შეატანიო, ეს უკვე ძალიან სერიოზული და ბიზნეს პროექტი არის რა. და კიდევ მინდა უთხრა, რომ მადლობა მაგ ენთუზიაზმის, რა ვიცი, აღებულ გმირებს, რომელიც ეხმარებიან ქართულ MMA-ს ასეთ განვითარებაში რა. და ქართული MMA-ის პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვფარავთ მხოლოდ ერთ ბაზრობას, 3 მილიონიან ქვეყანას ვფარავთ, 3 მილიონიც არ არის მაგა რა. კი, ანუ რაოდენობაში შეზღუდულები ვართ, ასე ვთქვათ, ბაზარის ხრივ. დაშვეს მაგაზე მაგმართულების აქამდე არ მიფიქრია. და ანუ ძალიან სწორი ის არის რა, ანალიზი. და ეხლა მე თვითონ შევთავაზე ცოტა გაუბრაზდი, აქამდე როგორ არ მიფიქრია მაგაზე თქო რა. ცოტა რთულად. ხო, ძალიან სწორი აქცენტია რა. ზოგადად, ამიტომ ძალიან მადლობელი ვარ მართლა გულიდან ყველა ადამიანისთვის და უნდა ვიყოთ მადლობელი, რომელიც ანივითარებს ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნებებს, ასე თუ ისე, ასე რომ ვთქვათ რა. ყველა. კი, აი, აქამდე GFC იყო, რომელიც რეალურად რაც თავიდან წამოიწყო ეს MMA-ის დებიუტიც GFC-ზე მქონდა, COVID-ის პერიოდი იყო მახსოვს, როცა ცოტა აქტიურად დაიწყო შეჯიბრებების ჩატარება, მაგრამ რთულია რა, როდესაც ერთი ორგანიზაცია არის, განა რამდენი ბრძოლა უნდა ჩაატაროს ერთ კარტზე და განა რამდენიმე ბრძოლი უნდა აჩხუბოს. და საჭირო იყო სხვა ორგანიზაციებიც. ახლა წამოვიდა Eclipse, როგორც აღნიშნე, Max Fight-ი, IFC 2 აგვისტოს ბათუმში ბრუნდება ძალიან მაგარი ივენთი იქნება, როგორც ვიცი. თან ახან ბათუმში იქნება დარწმუნებული ვარ, ბათუმელი ბევრი ბიჭი იქნება გამოსული შენი გუნდიდანაც და მოკლედ ძალიან სანახაობრივი და მაგარი ივენთი გაიმართა აგვისტოში ბათუმში.
ყველა იმ პიროვნებას, აი გოჩა სიმოიანი არის, დავით გირი არის, გიორგი კაბულაშვილი არის, ეხლა ამ ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა ქეშერული საბრძოლო ხელოვნების განვითარებაში. და უნდა მივაქციოთ ყურადღება მაგ მომენტებს. რა თქმა უნდა, პოლიტიკა ყველაფერს აქვს მისი, ასე რომ ვთქვათ, ნებისყოფის საზღვარი, ასე რომ ვთქვათ, რა ძალიან ძნელი არის დღეს ლიგის პრეზიდენტი იყოს და ლიგის წარმომადგენელი იყო. და რამე ძლიერი სპონსორი თუ არ ყავს, არარეალური არის. პროექტი ახლა მეც რატომ ვაფასებ ახლა პროექტი Young Warriors-ი GFC-დან გამომდინარე პროექტი არის და კაბულაშვილმა რა თქმა უნდა იმუშავა და გელა მახარაძემ იმუშავა, ჩემაც მაგაც მამ რა ვთქვა, რომ აი როგორ აგიღწა რომ მხოლოდ ენთუზიაზმი დევს მაგ პროექტში. და ძალიან ბევრი 100-ზე მეტი სამოყვარულო ჩხუბი არის, ნახევრად პროფესიონალური შეიძლება ვთქვა ჩატარებული და დიდი წვლილი შეიტანა მებრძოლების განვითარებაში, გოჩასაც აქვს ეს ივენტი ნაჩხუბი, სამოყვარულო და ბევრი მოყვარულებს აქვს ეს ივენტები ნაჩხუბი სამოყვარულო, რომელიც პროფესიონალები არიან, ძლიერები ან მაგ ხომს. მეცაც ვიტყვი, ანუ მე GFC-ის პროექტზე მეტად Young Warriors-ის პროექტი უფრო მომეწონა. ანუ განა GFC-ის რამეს უწუნე, უბრალოდ Young Warriors-ი იმდენად მნიშვნელოვანია, სამოყვარულო MMA იმდენად მნიშვნელოვანია და ეს გამოცდილება პროფესიონალური MMA-მდე. ჩვენ სამოყვარულო MMA-ის კულტურა საერთოდ არ გაგვაჩნდა საქართველოში. და პირდაპირ ხა მე მახსოვს შენ პროფესიონალური დებიუტი, კვირაში 3 ჯერ ვარჯიშობდი ხოლმე, MMA რა იყო, ანუ წესიად არ ვიცოდი, ისე მქონდა დებიუტი. და ნუ მოკლედ რა, ეხლა ძალიან კაია რომ იხვეწება იქ ყველაფერი და ვითარდება. და Eclipse Fight Night-ს ხო არ აქვს რამე სიახლე ხო არა? Eclipse Fight Night-ის ივენტები იგიგმება, მაგრამ ეს Eclipse Fight Night როგორი არის, ცოტა სტრუქტურა ივენტების ცოტა რთული არის. იმიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის პროსტა სპორტული ორგანიზაცია, ეს არის უფრო VIP სერვისი, VIP სტუმრებისთვის, ასე რომ ვთქვათ რა, და მე ვცდილობ იქ პროსტა მაქსიმალურად რაოდენობა მებრძოლები ჩავსვა და მაქსიმალური მებრძოლები ვაჩხუბო, რომ მაქსიმალურად ქართველები მოვდოთ, ასე რომ ვთქვათ რა, მაგ სიტუაციას და რაღაც აი დამამახსოვრებელი ბრძოლები იყოს. და თავარი სპონსორიც დაკმაყოფილებული იყოს რა და ეს Eclipse Fight Night ეს არის ივენტები აი ერთხელ წელიწადში სავარაუდოდ ყველაზე კარგ შემთხვევაში და მაგრამ ყოველთვის პრემიალური ივენტები იქნება და ყოველთვის ისეთი ივენტი იქნება სადაც 15-16 ჩხუბი იქნება ქართში და 3-2 სოფლიო ჩემპიონის ტიტული და რაღაც ძალიან ძლიერი ოპოზიცია და აი ძალიან მუშაობდი matchmaking-ის თემაზე რო გადავიდეთ, matchmaking-ზე Eclipse Fight Night-ს მე მუშაობდი და გელა მუშაობდით. და ძალიან ვცდილობდი რომ მაქსიმალურად ძლიერი ოპოზიცია ჩამომეყვანა, იმიტომ რომ აი რაღაც განსხვავდებოდეს უნდა ისე რომ ვთქვათ რა, მთელი ივენტი უნდა განსხვავდებოდეს. თუმცა შემიძლია ვთქვა რომ დღეს რო შეიძლება main event-ი გამოვიდა მარტო ისეთი მაღალი დონის, როგორც მინდოდა მთელი კარდიდან გამომდინარე რა. ჩეხი მებრძოლეები იყო, რამოდენიმე საინტერესო მებრძოლეები იყო, მაგრამ ჩვენება ვერ იგრძნენ, ასე რომ ვთქვათ რა და 66-ში featherweight-ის კამარზე დამარცხდა ჩვენმა მებრძოლემ, ისაც ძალიან საინტერესო მებრძოლე იყო, ეს შევძელი და მოვძებნეთ, რომ კონკურენტუნარიანი ირანელი, რომელიც მაგრა იბძვის და კარგი რეკორდი განაშტა 7-2-ზე განაშტა და მაირიბექ სულმოვს განაშტა 7-1-ზე და აი ძალიან სერიოზული დაჯახება იყო და იგებდა და აი დამარცხდა და ეს ბრძოლა რუსლანის კარგი ბრძოლა ჰქონდა co-main event-ში, თუმცა რუსლანი ჯობნიდა ჩემს მეტოქს და გოჩას ისეთი ბრძოლა ჰქონდა სპეციალურად ისეთი matchmaking-ი ვიცდილი რომ გავაკეთოთ რომ არ იყოს განწერული რა რომელიღაც ხალხს უნდა დაამახსოვრდეს ეს და matchmaking-ის თვალსაზრისით ხო matchmaking-ს აქვს ჩემგულში მისი აზარტი ასე რომ ვთქვათ რა მახა Max Fight-ის matchmaking-ი შერეული ორთაბრძოლების matchmaker-ის პოზიციაში ვარ და სულ ვცდილობ ავარჩიო ისეთი ბრძოლა რომ იყოს საინტერესო არა მარტო მებრძოლისთვის, არამედ მთელი სამაყურებლო სივრცეში და ამ ალგორითმში ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ვთქვა რომ ეს ბრძოლა იყოს საინტერესო. თუმცა აქ უკვე გვაქვს რესურსები, უკვე გვაქვს მეორე მხარე და ეს რთული სტრუქტურა, რომელიც უნდა შეკრა ერთმანეთში, მიაწეყო ერთმანეთს, რომ შეკრას. ძალიან საინტერესო სამუშაო არის matchmaking-ი. ძალიან საჭირო არის რომ ხალხი შეერკვეოდე, იმიტომ რომ ჩვენ თუ ავიღებთ არაპასუხისმგებლიან ადამიანს და არაპასუხისმგებლიან ადამიანთან თუ დავიკავებთ ურთიერთობას matchmaking-ის დროს ივენტი დაგიშლება. ამიტომ მხოლოდ
შემოწმებული წარმომადგენლები, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, აი 5% არის, რომ მისი მებრძოლი ამოვარდეს, ასე რომ ვთქვათ, ქარდიდან და ის არის პასუხისმგებელი მის მებრძოლეზე რა. მუშაობთ იმ მოდელზე, რასაც მუშაობს ყველა გაძლიერებული ლიგა, მარტო აი მაქსიმალურად პასუხისმგებლიანად რო ჩაავსვათ ეს მებრძოლე, ზედმეტი ესე მე მიყვარს თქმა, ზედმეტი თხევადი საუბარიც რო არ იყოს. არც წონებზე, არც არაფერზე სტროგა და ყველაფერი. და პასუხისმგებლიან მებრძოლეებთანაც უნდა ითანამშრომლო, რა თქმა უნდა. საბა მაგ გიბრძვი და ყველა ივენტზე მე შენ ხედავ და მინდა რომ დაგინახო, იმიტომ რომ პასუხისმგებლიანი სერიოზული მებრძოლი ხარ, დიდი გამოცდილებით, სადაც შენ არასდროს არ შენი ნაწილი, როგორც პროფესიონალი შეგისრულებია, შედეგს მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. ესაა წონის ჩაბარება, ესაა ბრძოლაზე ჩასვლა, ბრძოლაზე გამოსვლა და ღირსეული მოღვაწეობა. ამიტომ საბას ოზაშვილს შეხედავთ ქართში და ძალიან მაღალ პოზიციაში დავინახავთ მაგ ქართში. საბას და ამიტომ არის სხვა ეს მებრძოლები ეს ძალიან რთული სტრუქტურა არის matchmaking-ი რა. თან matchmaking-ის პრობლემა ის არის რომ ვიღაც ადამიანს არ ჩასვან და განაწყენებული დარჩება კიდე შეიძლება მოკლედ რო ვთქვათ რა და ყველასთან უნდა იცდილო რომ აი ძმა იყო და მეგობარი და ძალიან ვცდილობ რომ ძმა და მეგობარი ვიყო ყველა ადამიანთან. საქმეა და თან ისეთი საქმე არის, რომელზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, ანუ თუნდაც MMA-ისგან ვითარება, ამ ესეთი კაი სპორტის რა. არ დაგვაუწყდეთ, რომ matchmaking-ი კიდე ისეთი ჩემ გამოცდილებაზე შემიძლია ვთქვა, რომ matchmaking-ი ისეთი რაღაც არის, რომ არასწორმა matchmaking-მა შეიძლება პატიოსანი, შრომელი მებრძოლეს გაუფუჭოს კარიერა. იმიტომ რომ მეც ვიყავი მაგ პოზიციაში სადაც ჩემი თვალსაზრისით რამოდენიმე ბრძოლა არ უნდა მიმეღო, როცა მე ვიყავი მაგალითად 4-0 მქონდა ყველა ფინიშები და უმარცხებელი მებრძოლები ვიყავი და იყო ბრძოლები, რომელიც არ შეიძლება რომ არ მიმეღო. და კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუმცა მე როგორც აი ამბიციებიდან გამომდინარე, ხო იცი როგორ ამ მებრძოლე რა, ყველას ვეჭყობები ყოველთვის. მე მგონია ყველას ვეჭყობები ყოველთვის, ხო. დიახ, ხო, ასე არის და მე მგონია ყველას ვეჭყობები ყოველთვის და ეს matchmaker-ი არის შვალედური წერტილი, რომელსაც რა თქმა უნდა არავინ არ თხოვს პასუხს. მაგრამ მის ხელში არის სპორტსმენის ბედი განვითარებიდან გამომდინარე რა. ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მხარე არ იყოს დაჩაგრული. მე ახლა გოჩას მეტოქე რო ჩამოვიდა ბრაზილიელი, ხო? მე ვერ ვიტყვი რომ ის დაჩაგრული დარჩა. იმიტომ რომ ის ემოციურადაც არ დარჩა დაჩაგრული და ეხლა მე ხვერწება კიდე რა მაგარი ივენტი იყო. დიდი მადლობა კარგი ჰონორარისთვის, დიდი მადლობა კარგი მომყრობისთვის. თუ შეიძლება კიდე მაჩხუბეთ, მე დაპირებული ვარ აუცილებლად, როცა მომიწდება შენამდე რესურსი, რომ შენ ჩამოიყვანო და შენი ხარისხის ოპოზიცია შევძლო ჩამოიყვანო, ხო? აუცილებლად გაჩხუბება შეთანხმება მაქვს. მეორე მხარე არის ამირან მამულაძეს მეტოქე იყო შემიძლია ვთქვა ეს ისტორია მოგიყვეს შედაბაზრობიდან matchmaking-ის შიდა სამზარეულოდან matchmaking-ის ძალიან ვინძური პიროვნება იყო წონა არ გააკეთა და ჩვენ ვაპატიეთ 50 გრამი ვერ ვაკეთებდა 50 გრამს ამირანს მე ვუთხარი 50 გრამს ვერ აკეთებს და თმების გადაპარცვა უნდა წავა და გადაიპარცას ხა და მოდი ძმულად გაანები რა და ჰონორარზე არ დავაზიანოთ 50 თუ 150 გრამი ქონდა და მე მგონი თმებიც არ ეყოფოდა რა და ჰონორარს აკეთებოდა მის ჰონორარს აკეთებოდა მე ვუთხარი მაგ ბიჭს რომ არ ინერვიულო როგორც ხარ ისე იყავ ამირანმა მის თვალწინ ჩააბარა წონა ზუსტად იშრომა და დაიკლო და მე ესეთი სივრცე მივეცი ადამიანს მაგალითად იქა და შემდეგ ბრძოლა რო დამთავრდა ჩვენ ურიცხავდით თანხებს ქეშს არ ვარდავდით ასე რომ ვთქვათ რა ურიცხავდით თანხებს და განმიცხადა რომ მე არსად არ წავალ თქვენ სანამ ქეშს არ მომცემთ მე ვუთხარი თუ არ წახვალ მეთქი შენი პრობლემა არა შენი ბილეთები გაუქმდება მეთქი თქო და მე შენ მეორეჯერ ვერ დამინახავ მეთქი და ვერ დაინახავ ამ ლიგას მეთქი კარგად მეყოლეთ ბლეკლისტში ჩავაგდე გავეცი კიდე მიშვა მოვალს რომ მეორეჯერ მაგ ადამიანის დანახვის სურვილი არ მაქვს აი რამხელა განსხვავება არის ერთიდან მეორემდე როცა ერთ ადამიანს დავეხმარე სარეიტინგო ჯგუფში და არ დავაზიანი მის ჰონორარი ასე რომ ვთქვათ რა იმიტომ რომ ეხლა ვებძოლი არის და მეც მებძოლი ვარ და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი ის ასეული დოლარი რომელსაც სხვაობა იქნება მაგა რა თქმა უნდა თამაგას მეორე მადლობიერი ბრაზილიელი მოვიდა ხელი ჩამომართვა მადლობა ღირსეული ბრძოლისთვისო გოჩასთან და მაგას თავი დავანებოთ ზოგმა ეხლა ვიცი MMA-ის შიდა სამზარეულოში კარგად ვერ ვიყო იფიქროს რომ 100 გრამი და 150 გრამი რა არის რეალურად ეგ ბოლო 150 გრამი არის რაც არის
დასაგდება ძალიან, ანუ პირველი კილოები კი მარტივად მიდის რა, ну თუ მაგას მარტივი შეიძლება დაეძახოს, მაგრამ ბოლო 100-150 გრამი და ბოლო გრამები და კილოები არის ზუსტად მაგაში არის თელი სიტუაცია. ხო, მან დიფიტები და მან ტკუდები და მან მიდის რეალურად ფსიქოლოგიური ტესტი. წონისკლება, წონისკლების მეტი რა იცი რა. მოკლედ, მგონი ასე თუ ისე ამოვწურეთ ყველა თემაზე საუბარი გვინდოდა. ძალიან საინტერესო საუბარიც გამოგვივიდა. გოჩა იყო დღეს ჩვენ თავარ ფოკუსში 23 წლის მებრძოლი 7-0-ით, რომელსაც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კონტენდერების სერიაზე ამზაფხულში ვიხილავთ და მისი აღზრდელი ტრენერი, მატჩმეიკერი, MMA-ის ორგანიზაციის დამაარსებელი, მოკლედ ადამიანი, რომელიც MMA-ში არის 24 შვიდზე და MMA-ით საზრდოობს, ასე ვთქვათ, ხვიჩა ქორიძე. მადლობა ძალიან დიდი, რომ მოხვედით. მადლობა, რომ რა ვიცით, რომ გამონახეთ და ესეთ საინტერესო თემებზე გვესაუბრეთ და ეს ექსკლუზიური ინფორმაციაც გაგვამდე იმაზე, რომ თურმე შეიძლება ამ ზაფხულს ძალიან მაგარი პროსპექტი ხროს. მე გოჩაზე იმიტომ არ ამბობ, გოჩა არის ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემიც მაგაცი არის, აი, რა ვიცი. მაგრამ მაქსიმალურად ობიექტურად ამბობ, რომ გოჩა არის ქართული MMA-ის, რავი, ერთ-ერთი აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლი, ვინც ბოლო წლებში გვინახავს და დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ასპარეზზე თავის სიტყვას იტყვის. დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის, საბა. ძალიან მაგარი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ვაწვდით შიდა სამყაროდან შერეული საბრძოლო ხელოვნებების ხმას, ხალხს, რომელიც არ არიან ჩართული და აძლევთ ამ საშუალებას. დიდი მადლობა მაგისთვის. ხოლო მაყურებლისთვის მინდა ვთქვა, რომ უგულშემატკივრად შერეული საბრძოლო ხელოვნებების, ქართულ შერეული საბრძოლო ხელოვნებებს, იმიტომ რომ დღეს იწერება ისტორია. დღეს არის ყველაზე აი წარმოვიდგინეთ, რომ აი მუჰამედ ალის დადგმის პერიოდი არის შერეული საბრძოლო ხელოვნებების საქართველოში. თქვენ უყურებთ ისტორიას, რომელიც არასოდეს არ გამეორდება. მივა საქართველოს ოლიმპიკამდე და შემდეგ უკვე ცნობილი იქნება საქართველოს როგორც ეს რა ქვეყანა არის და რაღაც ვიცით, რომ იქიდან სოფლიო ჩემპიონები მოდის და დღეს იწერება ის ისტორია შიდა საქართველოს არა მარტო UFC-ში, თლაც ქართულ საბრძოლო ხელოვნებას უყურეთ. იმიტომ რომ დღეს ვინც ჩხუბობს პირველ ჩხუბს და მეორე ჩხუბს ატარებს, ერთ-ორ წელიწადში თქვენ დაინახავთ მაგათ უმაღლეს წვერვალებს და ეს პროსპექტები კიდე და კიდე მოდიან სამოყვარულო ბრძოლებიდან და პირველ ნაბიჯებს დღეს გამენ, ამიტომ ჩაერთეთ. ძალიან საინტერესო ისტორია იწერება. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საბა, დიდი მადლობა რედაქციას, რომ დაგვაპატიჟეთ. ბეიქ, იმედია, რომ კიდევ შევხვდებით. აქ აუცილებლად ძალიან ბევრი საინტერესო თემა იქნება დასაფარი, თან MMA-სთან ძალიან ახლოს ვართ ყველა მიმართულებიდან და აუცილებლად კიდევ, რა ვიცი, დიდი იმედი მაქვს, ხოშოს სურვილი გექნებათ თქვენს. იქნება აუცილებლად. აუცილებლად უგულშემატკივრად გოჩას თავის შემდეგ ბრძოლებში და გამოიწერეთ ჩვენი არხი Soza Fight Corner-ი, როგორც YouTube-ზე, ასევე TikTok-ზე და გამოყევით ლაგაზეტას, რა თქმა უნდა, Soza Fight Corner-ი არის ლაგაზეტას პროდუქტი და გამოყევით თითოეულ სოციალურ არხზე. მადლობა და აბა დროებით.